და იმედის დილა კვლავ დაბრუნდა პირდაპირ ეთერში და დღეს როგორც მოგეხსენებათ წიგნის მსოფლიო დღეა და ელფის გამოცემულობა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში გამოცემულ მსოფლიო კლასიკოსთა თარგმნებს წარმოგვიდგენთ. და ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი სტუმრები არიან გამომცემლობის დირექტორი ქალბატონი თინათინ დიდებულიძე და თარგმნელი ფრანგული ენის სპეციალისტი მარინე ჭილაშვილი. დილამშვიდობის და ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ქალბატონი თინათინ პირველი შეკითხვით რა თქმა უნდა თქვენთან გადმოვალ თქვენ 13 წელია უკვე რაც ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის პრეს-ცენტრში მუშაობთ, შესაბამისად ამ სფეროში ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ. და ამ პროექტის შესახებ რომ ვისაუბროთ, როდის ჩაეყარა საფუძველი, რატომ ამ პროექტს და რა არის მისი მნიშვნელობა? როგორც წესი, მსოფლიოს ყველა ქვეყანა გამოსცემს მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსებს. ასევე კომუნისტების დროსაც გამოსცემდნენ საკმაოდ დიდი ტირაჟებით მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსების სერიას. მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს იყო ცენზურული წიგნები და ელფის გამოცემულობა ძირითადად გამოსცემს საბავშვო ლიტერატურას. 80% გვაქვს საბავშვო ლიტერატურა, მაგრამ 3 წლის წინ გადავწყვიტეთ მსოფლიო კლასიკის თვის მოგვეკიდა ხელი, ეს არის ურთულესი პრობლემა, მაგრამ ჩვენ ამ პრობლემას შევეჭიდეთ, ასე თუ ისე თავს ვართმევთ, იმიტომ რომ უკვე 25 ტომი გვაქვს გამოცემული და მომავალ კვირაში ამას კიდევ 3 ტომი დაემატება. სულ ჯამში 300 წიგნის გამოცემა. დიახ, 300 ტომის გამოცემა. საკმაოდ ბევრია. ჯამში. რა ვიცი, ჩემი ცხოვრება თუ იყო ბედნიერი ვიქნები. და ქალბატონ თინათინ, მათ შორის თუ არის ისეთი მწერლები, რომლებიც პირველად ითარგმნა საქართველოში. დიახ, რა თქმა უნდა, არის ისეთი მწერლები, რომელიც იყო ძალიან ცენზურული. ვიცოდით ჩვენ ეს მე თვითონ ჟურნალისტი ვარ და ვიცი მეტნაკლებად რომელიც წიგნში იყო უფრო მეტი ცენზურა მეტნაკლებად აი დავიწყეთ მიუხედავად იმისა რომ წიგნის ბაზარზე როდესაც გაჩნდა ცენზურული წიგნები ხელახალ გაყიდვაში ანუ იგივე წიგნები გამოიცემოდა იგივე მთარგმნელებს რაც იყო ძველად ნუ მე მივხვდი რომ ეს ჩემი საქმე იყო რომ ეს ხელახლა უნდა გამეკეთებინა იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ეს დანაშაულის ტოლფასია როდესაც იგივეს აწვდი რაც 30-50 წლის წინ იყიდებოდა საქართველოში და ჩვენ ამ ცენზურაზე აუცილებლად ვისაუბრებთ და იმ ნაწარმოებებზე და მწერლებზე რომლებიც პრაქტიკულად წიგნები დამახინჯებული სახით გამოდიოდა ხო? თუმცა მანამდე მოდით ვისაუბროთ იმ 28 წიგნზე, რომელიც უკვე თქვათ ახალი თარგმანით გამოსულია გაყიდვაში. აი მათ შორის არის ქალბატონ მარინას წიგნი, რომელმაც ალბერ კოენი, რომელიც საერთოდ უცნობი მწერალი არის ქართველებისთვის არ ვიცოდით რომ ეს კლასიკოსი არსებობდა საერთოდ და ქალბატონმა მარინამ აი ამ პროექტით გაიმარჯვა დილმას ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და ჰქონდა ბედნიერება 3 თვე ყოფილიყო პარიზში. ხო, აი ამაზე იქნებ ვისაუბროთ ქალბატონო მარინე, 3 თვე დაყავთ მართლაც სადაც მუშაობდით და სხვადასხვა მწერლის შემოქმედებას ეცნობოდით და შემდეგ დაიწყეთ უკვე თარგმანზე მუშაობა. აი მოგვიყავით თქვენ კონკრეტულად რომელი წიგნები თარგმნით ალბერ კოენის გარდა? სიამოვნებით. იცით პარიზში არსებობს ასეთი დაწესებულება წიგნის ეროვნული ცენტრი და აი ეს ცენტრი აწარმოებს ყოველ წელს კონკურსს თარგმნილი ლიტერატურის შესახებ და აი ამ პროექტით მე წარსდექი ამ დაწესებულების წინაშე და ამ პროექტს ახორციელებს თბილისში საფრანგეთის საელჩოსთან არსებული ჯუმას ცენტრი. ნუ მე მოიწონეს ამჯერად ეს ჩემი პროექტი ალბერ კოენის შემოქმედება ავიღე. საკმაოდ საინტერესო იქნებოდა ალბათ ის პროცესი და ის დრო რაც დაყავით ხო საფრანგეთში. აი რაზე მუშაობდით კონკრეტულად? ყოფნა. ძირითადად მე ამ წიგნზე ვმუშაობდი და იცით ეს თვითონ პარიზის ჰავა, გარემო, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებდა შემოქმედებით მუშაობას. აი თქვათ რა ნახეთ ახალი თქვათ. იცით ნუ პარიზში გამგზავრებამდე თარგმნიდით თქვათ ხო? მეორედ ვიყავი პარიზში და სიახლე ნუ რა იყო რა თქმა უნდა ცხოვრება უფრო წინ წავიდა და ხო მე თარგმანთან მიმართებაში მაქვს თქვენ ეცნობოდით ავტორების შემოქმედებას დიახ რა თქმა უნდა მე მიხდებოდა ბიბლიოთეკებში სიარული შერჩევა შემდგომი ახალი პროექტების შერჩევაც რა თქმა უნდა და ძირითადად მე ამ თარგმანის უფრო დიდი ნაწილი გავაკეთე იქ რა თქმა დროის მიხედვით ნაწილი მე უკვე თბილისში გავაგრძელე და მინდა ამ წიგნის ავტორის შესახებ თქვა საერთოდ ალბერ კოენი არ არის ცნობილი ქართველი მკითხველისთვის ზოგადად რა თქმა უნდა ეს პირველი წიგნია მისი ჩვენთან შედის ამ წიგნში ორი ნაწარმოები მისი ეს არის დედაჩემი რომელიც ქართულად ასე თარგმნე Le Livre de ma mère თავის დედას უძღვნის ამ წიგნს ავტობიოგრაფიულია და მეორე ეს არის მისი დღიურები ისიც ავტობიოგრაფიულია ეს ორი წიგნი გაერთიანდა ერთ მთლიან წიგნად გამომცემლობა ელფმა ასე გამოსცა
ნუ ახლა წიგნი დედაჩემი ეს არის ასე ვთქვათ ესეთი სინანული და მონანიება ახალგაზრდა ვაჟისა თავის დროზე, მაგრამ ეს წიგნი დაწერა მან უკვე თავის სიცოცხლის ბოლო წლებში, რომელმაც ვერ შეაფასა იმ სიმაღლეზე და ვერ უპასუხა დედის იმ მაღალ დიდ სიყვარულს და თავგანწირვასაც კი, რომელიც მან მიიღო დედისგან და აი ინანიებს ამას ყველაფერს. თუ შეიძლება ქალბატონი მარინა ეს დავამატებ, რომ ძნელია საკუთარ თარგმანზე ილაპარაკო, მართლა არაჩვეულებრივი თარგმანია და ქალბატონმა მარინამ გარდა ამისა გააკეთა მართლა ეროვნული საქმე. მან თარგმნა სახიფათო კავშირები შოდერლო დე ლაკლოსი, რომელიც არის შედევრი და დღემდე ეპისტოლარულ შედევრად ითვლება მსოფლიოში და ამას კომუნისტების დროს რა თქმა უნდა ვერ გამოსცემდა, იმიტომ რომ ეს არის 15 როგორ შეიძლება გარყვნილმა ადამიანმა ტკბილი სიტყვით უნციკლო ადამიანი შეაცდინოს და ეს არის საშინელი ტრაგედია ერთი ოჯახის, რომელიც მან პირველმა გამოიტანა ესე, მოიტანა გამომცემლობაში და მე ვიყავ ძალიან ბედნიერი, რომ ეს წიგნი გამოვეცი, იმიტომ რომ ეს არის ჭკუის სასწავლებელი წიგნები და მინდა გითხრათ, რომ ყველა წიგნი რაღაცი დღევანდელობა შეუხამია, ისე მაქვს არჩეული. მაგალითად, თუ აიღებ ემილ ზოლას ქალთა ბედნიერებას და წაიკითხავ, ძალიან კარგად გაერკვევი მარკეტინგისა და მენეჯმენტის საფუძვლებში, თან პრაქტიკულად გაერკვევი, აი როგორ ქმნიდა ეს თავის მაღაზიის ინდუსტრიას, როგორ აფასებდა, ვთქვათ, ძველ ქსოვილებს, როგორ ანუ ეს არის მართლა დღევანდელი დღისთვის გამოსადეგი და ის რაც საფრანგეთში 1827-38 აი იმ წლებში მე-19 საუკუნეში ხდებოდა, დღეს საქართველოში ხდება და დღეს საქართველოში აქტუალური შეიძლება კომუნისტების დროს ისე არ იყო, მაგრამ დღეს ძალიან აქტუალურია. აი იგზალებოდა ხო როგორც ის კომუნისტები. არა, დიახ, რა თქმა უნდა, დეტალურად შეიძლება გითხრათ იმ წერილების შესახებ. აი განსაკუთრებით მინდა ხალხი გაუსვა გულივერის მოგზაურობას და ზოგჯერ შეცდომით, ნუ არ ვიცი, ალბათ მხოლოდ ფილმიდან გამომდინარე გონიათ ხოლმე, რომ გულივერის მოგზაურობა არის ეს საბავშვო წიგნი. არა და გულივერი თავის საზოგადოებას უწევდა და ბრბოს და იგი ცდილობდა აღეზარდა თავისი საზოგადოება და ეს არის ღრმა ფილოსოფიური ნაწარმოები და აქ გამორჩენილია მთავარი. ხო, აი იქნება ამ ნაწარმოებებში გულივერი, მომისმენე გაწკეპილი გულივერი გადაწყვეტავს, რომ გადაიბანოს ტბაში ის სიამოვნოს და ამ დროს ველური ქალი შორიდან უთვალთვალებს ჭურჭყიანი ტურტლიანი და მივა და ჩაუწვება იმ წყალში. ხო და ეს რამხელა ფილოსოფია, ანუ ამას თავი ვინგონია და რომ არა მისი მეგობარი, ის ამ სიტუაციიდან ალბათ ვერც გამოვიდოდა, იმიტომ რომ საშინლად დაიბნა, გულისრევის შეგრძნებები დაეწყო და ეს აღწერილია. ეს საერთოდ კომუნისტურ გამოცემებში არ იყო. იგივე ხდება სხვადასხვა სტენდალთან მიმართებაში იყო, ვთქვათ, რომ ბევრი რაღაცა დეტალებია. მე მთელი წიგნის გამოქვეყნებას ვაპირებ, ეს იმდენია, რომ ძალიან ბევრია ეს ცენზურული რაღაცები, შედარებები რო ხდებოდა, რა იყო და ვთქვათ, რა უნდა ყოფილიყო, ერთი სქელტანიანი წიგნი გამოვა. მით უმეტეს წინასიტყვაობა და ბოლო სიტყვაობა განსაკუთრებულად დამოკიდებულია. კარგად შენიშნე, დიდი მადლობა. აი წინასიტყვაობაში და ბოლო სიტყვაობაში საერთოდ მარქსიზმ-ლენინიზმის იდეებია. და ფლობერს მადამ ბოვარში აქ ისეთი შესავალი, რომ ფლობერი იყო, არ ვიცი, ეგეთი პროლეტარი და ეგეთი მწერალი, ამის ინტერნაციონალის ავტორი. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი ხელახლა გასაკეთებელი, რომ ჩვენ მომავალ თაობას დარჩეს ნამდვილი, რეალური წარმოდგენა შექმნას იმ წერლებზე, რომელსაც ჩვენ ქართულად ვაწვდით და დამახინჯებული. ძალიან შრომატევადი, ხანგრძლივი საქმეა, მაგრამ და 7 ჯერ მიდის ზოგჯერ თითოეული ტექსტის კორექტურა, აი ქალბატონი მარინას დამეთანხმება და რო არ გამომჩეს დედაჩემზე, აი მის ნაწარმოებზე, თავარი ისა რომ სოფლიო მედია წერდა უკვე ის წიგნი გამოვიდა თუ არა ამერიკაში, მაშინვე გამოიცა ინგლისის ყველა ქვეყნებში თითქმის ძალიან დიდი გამოხმაურება ქონდა ის წიგნის შესავალში წერია და სოფლიო დედა უწოდეს მის დედას და დედაზე მსგავსი ნაწარმოები არ შექმნილაო და ანუ იყო ეს რაღაცა შოკირებული თვითონ წერალიც არ ელოდა. იმან დაწერა ალალად ის რაც უნდა დაეწერა თავის დედას და აღმოჩნდა არაჩვეულებრივი კარგი საინტერესო საქმეს აკეთებს და მნიშვნელოვანია რომ აგზელოთ. საერთოდ კარგი გამოხმაურება ქონდა და ერთ-ერთი წერალი ამბობს რომ უცრემლოდ ამ წიგნს ვერ წაიკითხავ და მართლაც ესეა, მართალია, იცით, მოჭარბებულად არის სენტიმენტი ამ წიგნში, იმიტომ თვითონ თემა ისეთია, მაგრამ ეს სენტიმენტი აი დღეს მაინც მე მგონი ძალიან საჭიროა აი ესეთი გაუხეშებული და მე ვიტყოდი გაავებული ადამიანებისთვის, უფრო გაადამიანებისთვის და ეს მოწოდებაც სწორედ ამ წიგნისა ეს არის. აი როგორც რაზეც წერდა სხვათა შორის გულივერის მოგზაურობაში
ჩვენ გულივერის მოგზაურობაში რაზეც წერია გარკვევით და ხაზგასმით რომ შეიძლება თუ არა მე როგორც მწერალმა აღზარდო მომავალ საზოგადოება გარდაქმნა ეს საზოგადოება. ეხლა მე დეტალებს აღარ მოვყვები, ძალიან დიდი ფილოსოფია და მწერალი დასკვნით ნაწილში ვინც ძალიან დადინჯებით უნდა იცი როგორ უნდა წაიკითხო ძალიან კაი განწყობა უნდა კონდეს რომ გულივერის გიждები ამ წიგნზე და ძალიან მწყის ხოლმე რომ ამბობენ რომ ეს არის მხოლოდ საბავშვო წიგნი ნუ ფილმიდან გიждები ამ წიგნზე აი ბოლოს და მთელ გამომცემლობას მინდა გითხრა უყვარს ეს წიგნი და დაუვიწყარი წიგნია იმიტომ რომ აი აღზრდის თუ არა ეს საზოგადოებას და ნუ როგორ მივალთ ბოლომდე ამ დროს ღაპრათა ეს ყველაფერი იმიტომ რომ გულივერს რო ეს დაეწერა ისე როგორც უნდა და პარლამენტს მოთხრი და იქნებოდა ერთი ამბავი და იმის დაიჭერდნენ ბოლო ჩამოაყობდნენ ჩაალპობდნენ ციხეში და არაჩვეულებრივი გარდატეხა ამას დავასრულებ იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს წერალი ბოდიში და არაჩვეულებრივი გადასვლად უნდა წაიკითხო ეს გულიანად რომ მიხვდე შეიძლება თუ არა საზოგადოების გარდაქმნა ნამდვილად ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ მით უმეტეს 28 ტომია დაბეჭდილი და კიდევ იგეგმება უამრავი გამოცემის მთლიანობაში 300 ტომის გამოცემა ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მადლობთ რომ გაგვაცანით აი ეს ახალი თარგმანი და ყველა ის წიგნი რომელიც ხელახლა არის ნათარგმნი და გელოდებით კიდევ იგი სიახლე ამას დაუსრულება ჩემი არის საუბრო ვეღარ მოვასწარი წიგნზე ერთი დღე ისე გავაკეთეთ რომ მთლიანად დაუწყოთ ჩვენი გადაცემა და მინდა ვთქვა რომ აი გეხოცებით ერთ სიტყვი რომ აი საავტორო უფლებები და წიგნის პოლიტიკა ქვეყანამ უნდა შეიმუშაოს ისე რომ ეს არ იყოს რომელიმე მთავრობის კეთილგანწყობაზე დამოკიდებული და მე როგორც გამომცემელმა უკან ვიგრძნობ ყარად კანონი რომელიც მე დამიცავს. ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და წარმატებას გისურვებთ.